ჩვენ ვაშუქებთ მოვლენებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ ხდება. გაწვდით ფაქტებს ისე როგორც ის სინამდვილეშია. საუბრობთ პრობლემებზე, რომლებიც გაწუხებთ. ყოველ სამუშაო დღეს ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო სამსახური გთავაზობთ მიუკერძოებელ და დროულ ინფორმაციას. დღეში 6 ჯერ უყურეთ საინფორმაციო გამოშვება დღეს. და ჩვენ ზუსტად გიამბობთ რა ხდება დღეს. დღეს მართლმადიდებელი სამყარო მათე მახარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გამგებლის არჩევაში დახმარებას კომპეტენტურ პირებს თხოვს. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს. ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს ჩვენ შემოქმედებით გუნდთან ერთად თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. 29 ნოემბერი მათე მახარებლის ხსენების დღეა. მათე მოციქული სახარების პირველი წიგნის ავტორია, რომელიც ებრაული ენის ასირიულ, ქალდეურ ანუ არამეულ დიალექტზეა დაწერილი. პირვანდელი სახით არამეულად დაწერილი ჩვენამდე მოღწეული არ არის. გვაქვს ბერძნული თარგმანი. მათე მახარებელმა სახარება დაწერა პირველმა იესო ქრისტეს ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ. მისი სახარება დაწერილია ებრაულ ენაზე. ბოლო წიგნია წმინდა წერილისა, რომელიც ებრაულ ენაზეა დაწერილი და განკუთვნილი იყო ებრაელებისთვის და რადგან ებრაელებს ჰქონდათ რწმენა, ჭეშმარიტი რწმენა, რომ იესო ქრისტე უნდა დაბადებულიყო აბრაამის და დავით მეფსალმუნის თავმომავლობიდან, სწორედ ასე იწყება მათე მახარებლის წიგნი. წიგნის შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. და მათე მახარებელმა, ისევე როგორც დანარჩენმა ქრისტეს მოწაფეებმა თავი დასდო ქრისტეს ერთგულებისთვის, იგი ასურეთის ერთ-ერთ ქალაქში ცეცხლში დააწვეს. გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გამგებლის არჩევაში დახმარებას კომპეტენტურ პირებს თხოვს. ნინო სამნიაშვილი გიამბობთ. დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პოზიცია შეცვალა და განმარტა, რომ გამგებლის არჩევაში დახმარებას კომპეტენტურ პირებს თხოვს და მათ თავად შეარჩევს. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი ობიექტურობისთვის კონტროლს თხოვს. მე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ვაპირებ კონსულტაციებს, აუცილებლად მთავარი პირობა იქნება ჩვენი, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა არაუშუალოდ კომისიის მუშაობაში, არამედ კომისიის გამჭვირვალობისა და ამ კომისიის წევრთა მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობაში და იყოს პირუთვნელი კომისია. გურჯაანის გამგებლის თანამდებობის დაკავების მსურველთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება. დღეს განცხადება მერვე კანდიდატმა დავით ლაღიძემ შეიტანა. ითვალისწინებს თუ არა თვითმმართველობის კანონი გამგებლის კონკურსით არჩევას და რა მოსაზრებები აქვს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილს ჩვენი ჟურნალისტი მას სტუდიაში ესაუბრა. თვითმმართველობის კანონში თუ არის რაიმე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს გამგებლის კონკურსით არჩევას? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. რაც შეეხება გამგებლის დანიშვნის წესს, ეს არის ორგანული კანონის 39 მუხლი თუ არ ვცდები. სადაც თავმჯდომარის უფლებამოსილებაა თვითონ თავის დისკრეციული უფლებამოსილებით, ანუ დისკრეციაა, შეარჩიოს გამგებლის კანდიდატურა, შემდეგ წარუდგინოს საკრებულოს და საკრებულოს წევრების სიითი უმრავლესობის ნახევრის თანხმობის მიღების შემდეგ დანიშნოს ბრძანებით. არანაირი კონკურსი იქ არ წერია, თუმცა არის მეორე კანონის საზღვრის შესახებ, სადაც გაწერილია ესეთი მომენტი, რომ საჯარო მოხელის დანიშვნა როგორც წესი ხდება კონკურსის წესით. შეიძლება ამ კუთხით და იმ კანონით სარგებლობენ ზოგიერთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეიძლება ჩატარდეს კონკურსის წესით, მაგრამ იმის თვლი, რომ უფრო ორგანული კანონი მიესადაგება აღნიშნულ სიტუაციას. საკრებულოს თავმჯდომარეს მაინც უწევს გაიმეოროს იგივე გზა, რაც კანონში გაწერილია, რომ საკრებულოს წევრებთან შევიდეს წინადადებით და თხოვნით, რომ ისინი დაეთანხმონ, თუ არ დაეთანხმონ
ამა თუ იმ პიროვნების დანიშვნას გამგებლად, მაგრამ საკრებულოს წევრები თავისუფლები არიან თავის მოქმედებაში, თავის არჩევანში და თუნდაც იგივე საკმაოდ კომპეტენტური კომისიის მიერ შერჩეული კადრის მხარდაჭერა შეიძლება ეს არის დაუშვათ არ მოხდეს. ამ შემთხვევაში რატომღაც თვლი რომ გარკვეული ჩიხის ვარიანტი დგება. თქვენი აზრით რატომ გაუჭირდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებას რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს და თვითონ წარუდგინოს საკრებულოს წევრებს? გაუჭირდა თუ არ გაუჭირდა, რატომ მოხდა ეს რომ დაუშვათ უფლებამოსილება თავისი არ გამოიყენა, მე ამაზე კომენტარი ცოტა გამიჭირდება. ჯობია დაუშვათ იგივე მოწვეული სპეციალისტები გამოვიყენოთ თამაში თუ ამ ძიძწვა მაინც. ხო? იგივე დაუშვათ თბილისში საზოგადოებრივი ძალიან ბევრი არასამთავრობოები თუ ინსტიტუტები არსებობს იგივე სასწავლმაღლესია თუ სადაც შეიძლება ყველა კუთხით კომპეტენტური და მისაღები ადამიანები შეიჩნენ. გურჯაანის რაიონში სახნავ-სათესი მიწის ფართობების აღწერა დაიწყო, ვის და რა მიზნით დაევალა ეს ეთერ თეთრაძე არ გვევდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალებით ქალაქის მერიამ მოსახლეობის მიწის ნაკვეთების აღწერა დაიწყო. ისინი სპეციალურ ფორმებს ავსებენ, სადაც მიწის მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია თავსდება. ფორმაში არის ეგეთი გრაფები, გვარი, მისამართი, მდებარეობა, ნაკვეთის დასახელება, ანუ სახნავია, რა ქვია, მრავალწლიანი კულტურა არის, ვენხია, ხეხილია, დამუშავებულია, დასამუშავებელია, დათესილია. ეს არავინ არის ეს ვისთვის არის, მე ესე ვთვლი, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ ხალხმა, ვისაც ნაკვეთებს ვერ ამუშავებს, მიიღოს დახმარება. მოსახლეობის თქმით, თუ აღწერა იმ მიზეზით ხდება, რომ შემდეგ რაიმე დახმარება მისცენ, მისასალმებელია. ქალაქის მერიის წარმომადგენელი იყო და გთხოვა რამდენი გაქვთ მიწის ფართობი. ჩაიწერა ეს ყველაფერი და დავიდა. და თუ ეს იმისთვის კეთდება, რომ ხალხს რამე დახმარება უნდა გაუწიონ, ძალიან კაი იქნება, არ ვიცი მე მეტი. გარკვეულები არა ვართ. აღწერის პროცესი 7 დეკემბერს უნდა დასრულდეს, იმის გამო რომ დროში შეზღუდულები არიან, მოსახლეობას თხოვენ რომ ქალაქის მერიას თავადაც მიაკითხონ. სოფელ წინანდალში მცხოვრები ალექსანდრე მეგუტნიშვილი, რომელზედაც გამოძიების ინფორმაციით კუდის კახეთის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ დავით ლორთქიფანიძემ თავის ყოფილ უფროს ზურაბ ლალიაშვილთან ერთად სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელა, ახალ დეტალებს ყვება. ალექსანდრე მეგუთნიშვილი ამბობს, რომ მასზე ზეწოლას არა მარტო დაშინებით და მუქარით, არამედ ფიზიკურადაც ახდენდნენ. დაზარალებულის თქმით, მას და მის თანამშრომლებს სასტიკად ჯერ კიდევ მაშინ გაუსწორდნენ, სანამ ციხეში გადაიყვანდნენ. მე შემიყვანეს ცალკე დასაკით 4-ში. ვიჯექი გამომძიებელთან დაკითხვაზე, ამ დროს შემოვარდა ლალიაშვილი, კუდის უფროსი და სამხარეო პოლიციის უფროსი ქოქიაშვილი. ლალიაშვილს ხელში ეჭირა ვერცხლისფერი იარაღი. აი დამჯდარ კაცს დამიწყეს ცემა ორმა კაცმა. მე ხელიც არ გამიტოკები არც ამდგარ ორ ფეხზე, ისე მირტყავდნენ იარაღის და სახისა და თავის არეში, ფეხი, წიხლი, მუშტი, ყველა აბსოლუტურად მარტო ერთს ვეკითხებოდი რისთვის, რატო, რა დავაშავე. აი რა დავაშავე. ა ყველაფერი შენთვის გინდა, რითვერ გაზძეხით ეს მეღვინეები და ესეთი რაღაცეები. ეს იყო ლალიაშვილი. იმდენად აგრესიული იყო იარაღს მოგადებდა, ამას გიზავ, იმას მოკლავ, ამას ვიზავ. აი ჯოჯოხეთში უნდა გაგზავნო. ეს ჩემი თანამშრომლები სამივე შეყვანილი ყავდა ცალკე. ოღონდ ცალ-ცალკე შეიყვანეს, როგორც ჩემ დგომში გავიგე. და სამივე გალახეს სასწაულად და აიძულებდნენ, დაეწერათ, მიეცათ ის ჩვენება, რაც მათ სურდათ. ალექსანდრე მეგუთნიშვილი ყვება, რომ მისი წამება გლდანის ციხეში გაგრძელდა. სწორედ ასე აყიდინეს მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის 1 Toyota Land Cruiser 200 და 2 Toyota Camry. ლორთქიფანიძის შემოსვლა და გასვლა ჩემი წამება იყო ხოლმე რა. პირადად ლორთქიფანიძე ჩემთვის თითი არ დაუკარებია. გავიდო და მე იწყებოდა ჩემი ცემა. რითვერ მორიგდე, შეიგეთო. მე შლემიც მეხურა, ისედაც ამცემდნენ, დაბმულიც ვიყავი, გაყავხარი კაბანოს შენობა არის, კამზე დაგსვამ, ბორკილი დაგაბავენ დაბლა და ისე გირტყავენ. გინება ეს ოჯახის გინება, დედის გინება, ეს იოლი ფორმაა კიდე. მეორედ რომ შემოვიდა ლორთქიფანიძე, მე ვთქვა რომ მე $50,000 მეტის გადახდის საშუალება არ მექნებოდა. მაგთახათ არ გაგიშვებენ, გამორიცხულია, იყავი მაშინა და იფიქრეთ. მესამედ შემოვიდა ლორთქიფანიძე, იყო 2 დეკემბერი 2010 წლის 2 დეკემბერი და მითხრა რომ ხვალ ჩვენ გაგიყვანთ, ოღონდ ჩვენ გაგვეხარ გარეთ ციხიდან, ვინმემ რომ შენ ტვინი გადაგიბრუნოს რომ ჩვენ გაგიყვანეთ, იმათაც გვერდზე მოგისვავთ, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, გინებით იმით.
რატომაც ჩავთვალე რომ პროკურატურის მისამართი იყო ეს ყველაფერი. პროკურატურა ამაზე არანაირი საქმის ყურში არ იყო. ჩვენ აკრძალული ქონდა სასწაულად რამეზე საუბარი. ოჯახში დედაჩემიც ვერ იგებდა. ჩემს მას რო ეკითხებოდა ის იყო არ ვიცი. იმიტომ რომ არ გვინდოდა არანაირი ინფორმაციის გასვლა. დაზარალებული იმედია საშუალებასაც ასახელებს ვისთვისაც ბიზნესმენს ლორდ ქიფაინძის დავალებით დიდი რაოდენობის თანხის გადარიცხვა დაავალეს. აფხაზეთის რადიოსთვის უნდა მიგვეტანა 5-დან 10.000 ლარამდე თანხა. 5-დან 10.000 ლარამდე. ვინც არ მოვიტანდა უკვე ტრადიციულად მე მაგათთან ეკნებოდა საქმე და მე ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, ჩვეულებრივი დამოკრება იყო იქ. მე როგორც გამოვედი შენობიდან მე მაშინ ვთქვი რომ მე ფიზიკურად ამდენი თანხის გადაწყვეტის მიტანის საშუალება არ მქონდა. იმიტომ რომ მე პატრონი ფიზიკურად არ იმყოფებოდა საქართველოში, ერთი რაც შემეძლო ჩემით გადამეწყვიტა, ეს იყო რაღაც გარკვეული თანხის მიტანა, 2000 ლარამდე $1000. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლორდ ქიფაინძე გუშინ დააკავა. კუდის კახეთის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი კი მიმალვაში იმყოფება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს სავარაუდოდ 8 დეკემბრისთვის აერჩევენ. კომისია სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. თემაზე ვრცლად მაია არუთინოვიკი ამბობთ. სტატისტიკური მონაცემებით კახეთის რეგიონში გამგებლის მსურველთა რიცხვის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. დღის მონაცემებით საკრებულომ ელექტრონულ პოსტაზე 72 განაცხადი მიიღო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაკაშვილი ამბობს, გამგებლის პოზიციაზე საკრებულო 10 დღის შემდეგ დანიშნავს ღირსეულ კანდიდატს. დღესდღეობით შემოსულია უკვე 72 განცხადება. რაც შეეხება შერჩევას გამგებლის კანდიდატურისას, ეს არის გაწერილი კანონში საჯარო სამსახურის შესახებ. ჩვენ მუნიციპალიტეტს ეყოლება გამგებელი, აი სრული თქმის ამ სიტყვისა, რომ დღეს მაინდამაინც ასე ცდილობენ და სინამდვილეში ასეამბლეა, რომ გამგებელს მაინდამაინც პოლიტიკური ფიგურა წარმოგვიდგენენ. გამგებელი სულაც არ არის პოლიტიკური ფიგურა მუნიციპალიტეტში და საერთოდ. გამგებელი არის მენეჯერი, ანუ საქმის მცოდნე, რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ინტერესების გამტარებელი და იმ საქმის გამკეთებელი, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულო თავისუფლება მოვლენებით ეკისრება მოსახლეობის წინაშე. დავით ბაკაშვილის ინფორმაციით საკრებულოს სხდომას 10 დღის შემდგომ გამართავს და გამგებლის არჩევაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას. ის რომ გამგებლის არჩევაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან ჩართულნი, დადებითად აფასებს რადიო ჰერეთის ჟურნალისტი გიორგი ალადაშვილი. არ ვიცი ეს გადაწყვეტილი ამბავია თუ არა, თუმცა მე ვერ ხედავ პრობლემას, რომ რომელიმე კარგი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს იმ კომისიაში, რომელმაც უნდა შეარჩიოს თქვათ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ისეთი ორგანიზაცია უნდა იყოს ჩართული ჩემი აზრით, რომელიც თვითმმართველობის მუშაობას აშუქებს, დაზგუნებს წერს და ამ საქმეში ჩახედულია. ვინ დაიკავებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას და რა ნიშნით შეარჩევს საკრებულო მის კანდიდატურას, ამ საკითხით ჩვენ კვლავ დავინტერესდებით და კანონით დადგენილი ვადის ამოწურვისთანავე მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას. ზემო ალვანში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციად აბასებს და რაიონულ პოლიციას ამ საკითხის დაინტერესებას თხოვს. ჩვენი სიუჟეტი. ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სტალინის ძეგლთან დაკავშირებით რეაგირებისთვის რაიონულ პოლიციას უკვე მიმართა. ზაქარია ქინთლაძის განცხადებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები წინასაარჩევნო განცხადებებს, რომლებიც ძველ დროში დაბრუნებას ეხებოდა მსგავსი ქმედებებით ამყარებენ. საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი მმართველი პარტიის ინტერესების გატარებაში სოფლის დეპუტატსა და რწმუნებულს ადანაშაულებს. მე ვფიქრობ, ამას ხელმძღვანელობს ეს იცოდა და იცის როგორც იკვეთება სოფლის რწმუნებულმაც, სოფლის დეპუტატმაც და სოფელში იმ დაჯგუფებამ, რომელიც ემსახურება ყველა დროის ხელისუფლებას. ნაციონალებთან გაყვებიან და ტროსებსაც ჩაუბავენ როგორც სტალინის ძეგლს, ისე საკუთარი მამაპაპის საფლავებს. ახალი ხელისუფლება, ძველისკენ დაბრუნება, უკან მიბრუნება, რუსეთი და ასე შემდეგ. აი ამას ემსახურება ყველაფერს. იქ არის ხელყოფა კიდე, რაღაც ქონება არის დაზიანებული და ბოლოს უნდა გავიგოთ ეს ჯგუფი ვინ არის, რომელიც ასე მოქმედებს ყველასთან შეუთანხმებლად. სოფლის ხელმძღვანელობა კი ირწმუნება, რომ ძეგლის ძველ ადგილას დაბრუნება მოსახლეობის ინიციატივა იყო და მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ნამდვილად საქმის კურსში არ ვიყავით. დასვენების დღეები იყო. მე თვითონ ადგილზე არ ვიმყოფებოდი. დილით დამხვდა ეგეთი სიტუაცია. კვირას დაედგათ და
ნაციონალები და ასეთი რაღაცა ნამდვილად არაფერში შუაში არ არის. აბსოლუტურად. ნაციონალური მოძრაობა ზემოვლენში ფაქტობრივად არ არსებობს, საერთოდ არ არის. მე მაშინაც თქვი თავიდან, ეხლაც ისე ვიმეორე. არაფერი არ ვიცოდი, ეგ მოხდა გამოსასვლელ დღეს, კვირა დღეს, მისი დავიღო ამსტერდამის ძეგლის დამონტაჟება. მე არ ვიყავი სამსახურში და არც გარეთ არ გამოსულა იმ სახლიდან. ზემოალვანში სტალინის ძეგლი 2011 წლის 16 ივნისს ღამის პირველ საათზე აიღეს. ეს გადაწყვეტილება მაშინ თავისუფლების ქარტიის კანონის ამოქმედების შემდეგ მიიღეს, რომლის მიზანით საბჭოთა სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობებისა და იდეოლოგიის საშუალებების აღკვეთა აღმოფხვრა. ძეგლის აღების შესახებ აქ მაცხოვრებლებმა მაშინ შეიტყვეს, როცა ის ადგილზე აღარ დახვდათ. მაშინ ეს საკითხი ალვანელებმა გააპროტესტეს. რატო წაიღე რას უშლიდა მდგარიყობეთ? აი რასაშავებდა უბრალოდ სილამაზეც იყო სოფლისა და ისაც. დილით რომ მოელთა ნახე თელი ჩამონგრეული იყო ქაურობები. მოგვიანებით აქ შინმოუსულელთა მემორიალი გაიხსნა. 4 დღის წინ კი მონუმენტი, რომელიც ერთ-ერთ საწყობში იყო შინმოუსულელთა პარკში შეფუთულ მდგომარეობაში დაზიანებული დააბრუნეს. სოფელში ამბობენ, რომ ეს მათი ისტორიაა და გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს. ერე სოფელმა გადავწყვიტეთ და შევიკრიბეთ ხალხი და ჩვენი წინაპრულის მოვიტანეთ დავდგით რა. პატივისცემაში და ეგ იყო ჩვენი გადაწყვეტილება, სხვა არაფერი. რა რეაგირებას მოახდეს პოლიცია ჯერჯერობით უცნობია. ზემოალვანელები კი ძეგლის გახსნას ბელადის დაბადების დღეზე 21 დეკემბერს გეგმავენ. გამოშვებას დედაქალაქში განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. უზენაისის სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილის სასამართლო პროცესის სრული ვიდეო გადაღების წინააღმდეგია. თუმცა მისთვის მისაღებია სასამართლო პროცესის აუდიო ჩაწერა, რადგან აღნიშნული პროცესი სასამართლოსაც და მხარეებსაც საქმეს გაუადვილებს. კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით სასამართლო პროცესის სრული ვიდეო გადაღება პირველ რიგში მოწმეებსა და მხარეებს შეუქმნის პრობლემებს. იგი დასაშვებად იღებს სასამართლო პროცესის დაწყებისა და განაჩენის გამოტანის პროცესის ნაწილის გადაღებას. თელის ხდომის ესე ავტომატურად უფლებამოსილების მიცემა რომელიმე ტელევიზიისათვის რომ იგი თუ საჭიროდ ჩახრის კლიანად თელის ხდომა გადაიღოს თელი დასაწყისიდან ბოლომდე და ყოველ დღე იაროს და ასე გადაიღოს ყველაფერი ჩემი აზრით ეს გარკვეულწილად მართლმსაჯულების ინტერესებს ეწინააღმდეგება პირველ რიგში უქმნის გარკვეულ პრობლემებს მხარეებს და რაც მთავარია მოწმეებს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის ინფორმაციით 1 დეკემბრიდან სისხლის სამართლის საქმეების აუდიო ჩაწერა დაიწყება. გარდა ამისა 2013 წლის მარტიდან საჩივრების ელექტრონული ფორმით მიღება გახდება შესაძლებელი. ეს ძალიან აადვილებს თვითონ სხდომის მიმდინარეობას და ძალიან უადვილებს მხარეებს იმას რომ კარგად ყურადღებით გაეცნონ ვინ რა ილაპარაკა და რომელ წუთზე და რომელ წამზე რა სიტყვა იქნა ნათქვამი სხდომის მიმდინარეობისას. ასევე მისი განცხადებით მოსამართლეების უვადო დანიშვნა ამოქმედება, რომელიც მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება. თელავის ქუჩების გარეგანათებების და სამონტაჟებლად ჩატარებულ ტენდერებში დარღვევები გამოიკვეთა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით დამონტაჟებულ თითოეულ გარეგანათებაზე 6500 ლარზე მეტი იყო გადახდილი. სინამდვილეში კი მათი ღირებულება 2800-3200 ლარია. ერთ შემთხვევაში გამოვლინდა არარეალურად მაღალი ფასით გარეგანათების მოწყობილობების შესყიდვა მონტაჟი, ხოლო მეორე შემთხვევაში ადგილი გვაქვს სატენდერო პირობების დარღვევასთან, როდესაც სატენდერო პირობები შესაძლოა მორგებული ყოფილიყო კონკრეტული კომპანიების ინტერესებს. გინდება ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ სამუშაოები იყო უხარისხოდ შესრულებული, თუმცა თანხა სრულად იქნა გადარიცხული და იმ დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად ცალკე ხელშეკრულება იყო გაფორმებული და ცალკე იყო სახელმწიფოს მიერ თანხა გადახდილი. აღმოჩენილი დარღვევების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გენერალური პროკურატურისათვის მიმართვას აპირებს. დღეს ყვარელში ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფულის მუზეუმი გახსნეს. ეთერ-თეტრაცის სიუჟეტი. ფულის მუზეუმი, რომელიც ყვარელში გაიხსნა დამთვალიერებელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე საქართველოში მიმოქცევაში არსებულ ფულის ნიშნებს, ტრადიციებსა და მსოფლიოს ვალუტის განვითარებას გააცნობს. იქიდან გამომდინარე, რომ ყვარელში ილია ჭავჭავაძე დაიბადა და სხვა სამომავლიშვილო საქმეებთან ერთად მას საქართველოში საბანკო საქმიანობის ტრადიციის დამკვიდრება უკავშირდება. სწორედ ამიტომ გაიხსნა ფულის მუზეუმი საქართველოს ეროვნული ბანკის დაფინანსებით. როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა განმარტა, ეს მუზეუმი ხელშეუწყობს ტურისტების მოზიდვას.
როგორც იცით, ყვარელის ადგილია, სადაც დაიბადა ილია ჭავჭავაძე და მისი სახელი სხვა დიდ მამულშვილ საქმეებთან ერთად საქართველოში საბანკო საქმიანობის ტრადიციების დამკვიდრებას უკავშირდება და ზუსტად ამიტომ იქნა მიღებული ჩვენს მიერ გადაწყვეტილება, რომ ფულის მუზეუმი გახსნილიყო ყვარელში, სადაც დამთვალიერებას მიეცემა საშუალება გაეცნოს საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნების ისტორიას, ტრადიციებს და ვფიქრობთ, რომ ეს ფულის მუზეუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას და განვითარებას. მუზეუმი დღეს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა კახეთის გუბერნატორთან ერთად გახსნა. კახეთში მოხსენება ძალიან მოიმატა ტურისტების რაოდენობამ და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კახეთში ჩამოსულ ტურისტს გავაცნოთ არა მარტო ღვინო, ქართული საჭმელი და ის ტრადიციების სტუმარმასპინძლობის რაც გვაქვს, არამედ ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი დეტალები და ამ თვალსაზრისით ფულის მუზეუმის გახსნა ყვარელში ძალიან მნიშვნელოვანია. ფულის მუზეუმის გახსნა სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ყვარლის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ. მათ მუზეუმი დაათვალიერეს და ფულის ისტორიას გაეცნენ. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ყვარელში ფულის მუზეუმი გაიხსნა. ჩვენ აქ მეორე საჯარო სკოლიდან ბავშვები მოვიყვანეთ. ბავშვები სწავლობენ მე-10 კლასში ნუმიზმატიკას, ფულის ერთეულებს. იციან, რომ ფული ეს იყო ქვეყნის ხერხემალი ძლიერებისთვის და ეცნობიან ახლა ფულის ისტორიას, არა მარტო ქართული, არამედ უცხოურ ვალუტასაც და ამის მნიშვნელობა ძალიან კარგად იციან. ძალიან საინტერესოდ ათვალიერებენ, აძლევენ შეკითხვებს. ჩემთვის დიდი პატივი ამ მუზეუმში სტუმრობა, რადგან აქ არის გამოფენილი ყველა ქვეყნის ფული სავალუტო და ეს ხელს უწყობს გავიცნოთ სხვა ქვეყნის კულტურა, რადგან ამ ფულზე აღინიშნება ქვეყნის კულტურაც, ჩვენ შეგვიძლია ვეზიაროთ სხვა კულტურას. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ფულის მუზეუმი საქართველოში ერთადერთია და აქ მხოლოდ ვალუტის ნიმუშებია წარმოდგენილი. ამიერიდან მისი ნახვა დამთვალიერებელს შაბათ კვირის გარდა დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეეძლება. დაგვილოდეთ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. უსაფრთხო ეკოლოგიური ეკონომიური შუპს თამკერაკ თავაზობთ გაზის ხუმელს, რომელსაც შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი კერძი, გამოაცხოთ პური და გაატაროთ მთელი ზამთარი თბილად. Შეიძინეთ გაზის ღუმელი აგიათი, მოამზადეთ სადილები, გაატარეთ ზამთარი თბილად და კომფორტულად და ყოველ სეზონზე გადავარჩინოთ 20 ასეთ ხე-გაჩეხვას. გაზის ღუმელი, სითბო და კომფორტი თქვენს ოჯახში. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. როიტერის ცნობებით ეგვიპტეში მასობრივი არეულობები კვლავ გრძელდება. მომიტინგეებს ქვეყნის ცნობადი სახეებით შეუერთდნენ. პრეზიდენტ მურსისგან სამართლებრივი იმუნიტეტის შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვენ. კანონის ძალით ახალი პარლამენტის არჩევამდე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ აპელირებას არ ექვემდებარება. მიუხედავად შესწორებებისა, მომიტინგეები ამ კანონს დიქტატორულს უწოდებენ და მის გაუქმებას წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. ქალაქ ღაზას მაცხოვრებლები ირანსა და ისლამურ რესპუბლიკას მადლობას ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის უხდიან. Fox News-ის ინფორმაციით, პლაკატ ფოტოებზე, რომელიც იერუსალიმის ცნობით ალ-აქსას მეჩეთზე გამოფინეს, ისრაელის და პალესტინის დროშებია გამოსახული. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას, რომელსაც ისრაელის არმია ატარებდა, ღაზაში 160 ადამიანი, მათ შორის 52 ბავშვის და 11 ქალის სიცოცხლე შეეწირა. დაზარალდა დაახლოებით 1200 პალესტინელი. 21 ნოემბერს კი ისრაელსა და ჰამას შორის მშვიდობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. გამოშვების დასასრულს საინტერესო ამბავი, როგორი ვარცხნილობა ამ მოდაში 2012 წლის შემოდგომა ზამთარში. მოდის ახალ ტენდენციებს გთავაზობთ. თავისუფალი კულულები, რომანტიული კოსა, მჭიდროდ მოჭერილი ცხენის კუდი და კეფაზე დახვეული გძელითმა ამ სეზონზე ყველაზე მოდური იქნება. დიზაინერები გვარიგებენ, რომ ვიყოთ შემოქმედები და ვატაროთ დაწნული ვარცხნილობა. ეს შეიძლება იყოს ტყუპი ნაწნავები. გარდა ამისა, აქტუალურია ერთ მხარეს გადმოდებული დაწნული თმა. ჩოლკა 2011 წელს დაუბრუნდა მოდას და იგი ამ სეზონზეც განსაკუთრებით აქტუალურია. შუაზე გაყოფილი თმა ქალის სახეს უფრო გამხდას არჩენს. ამიტომ კვლავ აქტუალური იქნება ასეთი ვარცხნილობა. თუ გრძელი თმა გაქვთ და ცხენის კუდის
მარცხნობას გაიკეთებთ თქვენ 2012-2013 წლის შემოდგომა ზამთრის ტენდენციებს დააკმაყოფილებით. გამოშვების დასასრულს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ. ასეთ იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია მომავალ შეხვედრამდე. ობიექტური ინფორმაცია. საჭირო რჩევები. ღია დებატები. პრობლემების განხილვა და კვალიფიციური ანალიზი. ჩვენ მუშაობთ მხოლოდ თქვენთვის. ეს შენი არხი.